დღეს ვიწყებთ და გავაკეთებთ თევზის კერძებს. ეს იქნება სიონგის და ასიტრინის ანუ რაგულის სტეიკები, ოღონდ განსხვავებულ соусებში. ჩვენ ოჯახში საახალწლო ტრადიცია ზოგადად თევზი უყვარს ყველას მეტად ვიდრე გოჭი და ტრადიციული ქართული ხორცის კერძები და ამიტომ თევზის კერძზე ფოკუსირდები. საკმაოდ ბევრია ახლა თევზის არჩევანი, ამიტომ მე მგონი საინტერესოც არის და საკმაოდ გემრიელი. თან ფორთოხლის წვენში რაშიც დღეს გავაკეთებთ არის სეზონური ხილი, ამიტომ ამის გამოყენებაც შეიძლება უამრავი ფორთოხალია და ზოგადად ციტრუსები წელს და ზოგადად ამ პერიოდში ჩვენს ბაზარზე. ახლა პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს დავამზადოთ, ვინაიდან წინა საახალწლო პერიოდია, ცოტა ახალი წლის შარმი მივცეთ ჩვენ თევზს და განსხვავებულად დავამაგროთ დაფაზე. მაგრამ აუცილებლად სანამ თვითონ სტეიკებს დავამზადებთ და განვალაგებთ დაფაზე, უნდა მოვუმზადოთ ლიმონის ბალიში, რაზეც იქნება მოთავსებული ჩვენი თევზი. ასე დავამრგვალეთ. ახლა შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს გავწუროთ ლიმონი იმისთვის, რომ მოვათავსოთ უშუალოდ, გავწუროთ ჯერ დავჭრათ და გავწუროთ ლიმონის ბალიში რაც თქვი, უნდა დავალაგოთ უშუალოდ დაფაზე, ან იმ ჯამზე, სადაც ვაპირებთ, იმიტომ რომ ღუმელში ვაპირებ ამ თევზის გამზადებას. ამიტომ უნდა ძირში დავუდოთ თევზს. შემდეგ ვაწყობთ უშუალოდ, ეს თევზი უკვე გარეცხილი იყო და გამშრალებული, დავაწყობთ ამ თევზის თვითონ სტეიკს, მივცეთ ამ მომრგვალებულ ფორმას. და ახლა უნდა გავწუროთ წვენები, რა წვენშიც უნდა მოვამზადოთ ეს სტეიკები. შემდეგი ეს არის ფორთოხლის წვენი ამ შემთხვევაში და შემდეგ გამოვიყენებთ გრეიპფრუტის წვენს. ცოცხალი წვენი ძალიან კარგად გამოიყურება მერე მაგაში თევზი და არომატსაც აძლევს თავისებურს ძალიან საინტერესოს, ამიტომ კარგი იქნება რომ ფორთოხლის წვენში. ზოგი ურევს ფორთოხლის და გრეიპფრუტის წვენს და ისიც საკმაოდ გემრიელი გამოდის. გააჩნია ვის როგორ მოსწონს. აუცილებელია რომ ეს წვენი იყოს ბარაქიანად დასხმული ამ თევზზე, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ არომატს აძლევს და არ უნდა დავგვაუწყდეთ სუნელები, რომელიც უნდა გავუკეთოთ ამ თევზს. სუნელები არ არის აქ მდიდარი, აუცილებელია წითელი წიწაკა დაღერღილი, ცოტა მარილი და მეტი პრაქტიკულად არაფერი. ერთადერთი სიმწვანისთვის აუცილებლად ვიყენებთ ცოცხალ როზმარინს. აი ასე დავასხამთ ამ ჩვენ. და კიდე აუცილებლად დასჭირდება შემდეგი პორცია ამ ფორთოხლის წვენს. ცოტა ლიმონის წვენიც უნდა გავუკეთოთ. ჩემებს არ უყვარს, როცა აი შიდა ნაწილი ხვდება, თუმცა აი ამ ნაწილების მოხვედრა ძალიან ბევრ რეცეპტურაში არის მოწოდებული, რომ შეიძლება მოხდეს შიდა ნაწილი. ჩვენებს რაღაც არ უყვარს, ცდილობ არ. აუცილებელი ინგრედიენტი ეს არის, მე აივანზე მაქვს ჩემი როზმარინის პატარა ბუჩკი, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ ზოგადად ბევრი კერძისთვის, მაგრამ თევზს უხდება ყველაზე მეტად. აუცილებელია როზმარინი. ახლა ჩვენ დავამზადეთ ჩვენი სტეიკების სიონგის, ახლა ზუთხის სტეიკებს უნდა გავუკეთოთ ანალოგიური ბალიში.
გადავალაგოთ ეს ასევე საცხობ ღუმელში მერე. ზუსტად ასევე ჯერდება წვენი. ზუთხთან უნდა პრევალირებდეს ლიმონი. ძალიან მარტივი კერძია, ძალიან ჩქარა კეთდება, გემრიელი და საკმაოდ ლამაზი. თან უხდება ამ საახალწლო ტრადიციას, ვინაიდან ეს როზმარინის ტოტები გარკვეულწილად რაღაცა წიწოვან ხეებს გვაგონებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გვაქვს უამრავი გემრიელი სოუსი, რასაც შეგვიძლია დავაყოლოთ ამ თევზს, საკმაოდ გემრიელი და საინტერესო კერძი გამოდის. აქაც აუცილებლად ჩემი როზმარინი. რომ თავის გარკვეულ სურნელს იძლევა და აუცილებლად ერთი გრეიფრუტი. აქ ძირითადი აქცენტი არის, რომ როზმარინის ტოტია ფიგურირებს როგორც საახალწლო ნიუანსი. და აუცილებელია მარილი. ახლა უნდა გავუშვათ ჩვენი თევზი ღუმელში, დაახლოებით 20 წუთი, 150 გრადუსზე და ის ნელ-ნელა გამოიცხება. ამასობაში ჩვენ გავამზადებთ თევზის სალატს. დაგჭირდება სახეხი, დაგჭირდება ბოსტნეული თევზი. სხვილ სახეხზე გავხეხავთ კარტოფილს და ფენა დავაწყობთ მერე. ერთადერთი, ვინაიდან საკმაოდ არ მიყვარს მაიონეზის შემცავი სალათები, აქ კრემკველი უხდება ყველაზე მეტად. ახლა ჩავდგამთ ჭიქას და დავიწყებთ ამ სალათის ფორმირებას. პირველი ფენა უნდა წავიდეს კარტოფილი. ყველა ფენას ცოტა ოდენ მარილი. გავასწორებთ. შემდეგი ფენა იქნება სტაფილო. ახლა დავალაგოთ ეს სტაფილო. დავასწოროთ. შემდეგი ფენა უნდა იყოს კვერცხი. კვერცხის ელემენტები. დავახვდეთ ახლა კვერცხის ფენას. გავუკეთებთ ცოტა ოდენ მარილს. შემდეგი ფენა წავა ჩვენი თევზი. ცოტა ხნით ეს სალათი უნდა მოვათავსოთ მაცივარში. ამასობაში მოუმზადოთ მწვანე. წვრილად უნდა დავჭრეთ ახლა ჩვენი კამა. ზოგადად ახალი წელი ძალიან გვიყვარს ყველას ოჯახში და ნუ ეს ყოველთვის ყველა ადამიანისთვის ალბათ ახალის მოლოდინი, სიკეთის, ბედნიერების, წინსვლის, ყოველთვის
სოხუმშიც მახსოვს, რომ ახალ წელს სანამ სტუდენტები გავხდებოდით და სანამ ჩამოვიდოდით არდადეგებზე, ახალ წელს ვერ ვიყავით და აუცილებლად ჩამოვიდიოდა ვიღაცა, ან დედა, ან მამა, ან ორივე და აუცილებლად გვინახულებდნენ თავისი ძვენებით, საჩუქრებით და ასე შემდეგ, მაგრამ ტრადიცია ახალი წლის იყო ყოველთვის აი ბავშვობაში რო ხარ და მოლოდინი რო გაქვს სიკეთის, სოხუმი იცით სუბტროპიკული ქალაქია და არასოდეს არ იყო თოვლი. და ერთ-ერთ ახალ წელს წამოვიდა თოვლი. ეს ისეთი ბედნიერების შეგრძნება იყო, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სულ ის წელი მიდგას თვალწინ, აი როგორ მოდიოდა თოვლის საახალწლო. თუმცა სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანია უკვე სოხუმში არ ყოფილვარ და არც ახალი წელი და არც სხვა დღეებში, მაგრამ აი დიდი ბედნიერებაა, როცა იხსენებ შენ ქალაქს. ძალიან პატარა ლამაზითან ყველანაირად არქიტექტურით, თავის მდებარეობით, თავისი ადამიანებით, რომლებიც ხვდებოდნენ და რაც იყო მთავარი, ყველა რაც არ უნდა დღე ყოფილიყო, რომ მოთოვდა და განსაკუთრებით ის ახალი წელი, იმიტომ მახსოვს, რომ მთელი ქალაქი ქუჩაში იყო. მაშინ არ იყო ტრადიცია ქუჩაში ახალი წლის შეხვედრა, მაგრამ იმ თოვლმა გამოიყვანა მთელი ქალაქი გარეთ. Balsos var da diyordu. Siyamonda esamları, tolis babua, pipkiyebi. Falan. Siyamonda yok. Baş tali dana kuli soswa. Yukarıda koltuğun akalısız mosla. Akali medebi, akali celi. Kısız. Rus patara başı ise var. Asosiyede bak koltuğun kayıt ağaçsız. შემდეგი ნაბიჯი ჩვენ ახლა მოვათავსებთ ამ ჩვენ გვირგვინს მაცივარში. ამას ცოტა ხნით მაცივარში მოვათავსებთ. გვირგვინის გაწყობა ფერადი ავიღე, რომ უფრო ლამაზი იყოს ჩვენი გვირგვინი. ახლა გამოვიტანთ ჩვენ კერძს. და დავაფორმებთ ამ ჩვენი ჩერი პომიდორებით. გამოდის ესეთი საახალწლო გვირგვინი. ასე, შეგვიძლია წავიღოთ ეს კერძი უკვე მაგიდაზე. პატარა აპერიტივის სახით მოცარელას რგოლები იმისთვის შევქმნათ პატარა საახალწლო განწყობა. ლამაზად რო გამოიყურება, უფრო მიმზიდველიც არის და მე მიხარია, როცა მიირთმევენ იმას, რასაც ვაკეთებ. სახალხო ტრადიციაში საჩუქრების ჩუქება. ეს არის ყველაზე მეტად როგორც ბავშვობაში ველოდებოდი საჩუქრებს,
ისე ველოდები, როდის გაიხსნება ნაძვის ხის ქვეშ ვდებთ ყველა საჩუქრებს ერთმანეთის და როდესაც დაიწყება ეს საჩუქრების გახსნა ველოდები, ამიტომ სულ მოუთმენლად ახალი წლის დადგომას ძალიან მიყვარს ეს მომენტი და ყველაზე მეტად როგორ მოეწონება და რა რეაქცია იქნება იმ საჩუქარზე, რაც მე მომზადე. ძალიან მიხარია ეს მომენტი. თოლის ბაბუა ხო გჯეროდა რომ ეს სანტა კლაუსი მოაშენ ეზახდნენ თოლის ბაბუას მე შემოვიდა სანტა კლაუსი ფიფქიები როგორ არა დღესასწაული იყო და ძალიან ისე ლამაზა და გოხტად იყო და აღთქმა იყო მშვენიერი ბავშვობიდან ახლა რომ მქონდა მამაჩემის ხო პატარა რო იყავი მაშინ აღთქმა უფრო სხვანაირი იყო და ძალიან მომწონდა ახალი წელი და მამაჩემის მეგობრები იყო თუ ახლობლები ნათესავები მაგათი საჩუქრები ყველა მახსოვს რომელიც დამჭა სოხუმში მაგი მოკვებოდა აკაც ახლა ფაქტიურად რაც ამ სახში ვცხოვრობთ აი ეს სხვა დროსაა ნაყიდი საჩუქრები და ნაჩუქრებია ძირითადად და მაგი მომწონს მეგობრები მახსოვს იმის მეგობრების სახელებს ჩამოტანილი რომელიც არის ჩემი შვილების უკვე გაიზარდნენ ჩემი ნაყიდი უცხოეთში და ასოციაცია ხდება იმ ქვეყნებიდან საიდანაც ჩამოვიტანენ და სიამოვნებს. ზოგადად ბავშვობიდან მომყვება ეს სიხარული ახალი წლის. ყოფილა რომ აი სულტად ახალ წელს აი 12 წელზე მომიწია საოპერაციოში ყოფნა. ეს გუდრებში გამომიძახეს და შევხვდი აი დავიწყეთ ოპერაცია 12-ის ნახევარზე და 1-ის ნახევარზე დავასრულე. საკეს რო კეთა იყო. ხო დასრულე მომიწია ახალ წელს თვით საოპერაციო მაგიდას ყოფნა. მე მგონი საკმარისია, ახლა გამოვიყენებთ კარამელიზირებულ ბალზამიკოს, ძალიან უხდება. ეს ოდნავ გავუკეთებთ ბალზამიკოს. ერთი ჩემი საყვარელი როზმარინი და შეგვიძლია გავიტანოთ ეს კერძი. ახალს და შეგრძნება რომ შეგვიძლია. Всё. მე არ ვცხოვრობ ასაკით, რომელიც ასაკი მაქვს. ყოველთვის მინდა აი ტემპით ვცხოვრო ახალგაზრდული სამსახურშიც, აქაც და მომყვება ეს სიხარული ახალი წლის დღემდე. სწრაფად მიდის, რო ასაკში რო შედის, უფრო სწრაფად მიდის ასაკი. რაიკინი იყო ასეთი, არკადია რაიკინი. ხოდა მაგი ამბობდა, რომ როცა სკოლაში ვიყავიო, მაშინ იყო დილა, შუადღე, საღამო. ეხლა დავწვევი, გავიღვიძებ ახალი წელი. მალე მიდის, ხო, ესე ცხოვრება. მოგესალმებით საქართველოს გაუმართლებს სიკეთე და ბედნიერება მიდაუსურო მოსახლეობას აფხაზეთის, ოსეთის, მთელ საქართველოს და შემდეგი ახალი წელი ღმერთმაგდას აფხაზეთში გაერთიანება საქართველოსი, აფხაზეთში, გაგრაში, კუცუნდაში, სოხუმში მიდაუსუროს ერთმანეთი და ეს ლამაზი ხალხი კიდევ გაგვიმართლებს ჯანმრთელობა, სიკეთე, გაუმართლებს სიღბალი, რაც თავარია და მე თქვა ხედი მოგიმართოთ გაიხარეთ, გაიხარეთ. ყველა კაი სულების შესრულება. გაცინადეთ.